Yo, YouTube. ძმებო, მერაბ დვალიშვილი ამჟამად უბრალოდ შეუდარებელია და ამ კატეგორიაში ჯერ არავისთან არ შეადარებია. შეიძლება გკითხოთ, იქნებ ომარი ცოტათი ახლოსაა? შესაძლოა, ომარმა რაღაცები კარგად გააკეთა, მისმა კარდიომ გაუმჯობესდა და რაღაცები აიღო, მაგრამ რეალურად მერაბ დვალიშვილის დამარცხების ყველაზე ახლოს მყოფი პერსონა ახლა კორი სენდჰეიგენი იყო. კორი პრაქტიკულად ყველაფერს იდეალურად აკეთებდა. პირველ რაუნდში მართლა ოცნების გამანადგურებელი რაუნდი გამოვიდა. მაგერი პირველი რაუნდი იყო, ძლიერი დარტყმები, დისტანციის შენარჩუნება, ხტომითი მუხლი, რომ მერაბში შიში გამოეწვია. მაგრამ მერაბს სჭირდება მხოლოდ ერთი რაუნდი, რომ ადაპტაცია მოახდინოს. თქვენ ნახეთ პირველი და მეორე რაუნდის სხვაობა, უბრალოდ დაუჯერებელი იყო. პირველ რაუნდში მერაბი თითქოს არ იცნობდა მოწინააღმდეგეს, ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა. ის ადაპტირდებოდა ახალ სტრატეგიაზე, რომელსაც კორი სენდჰეიგენი შემოიტანა სრულიად განსხვავებული თამაში. და მერაბმა მეორე რაუნდისთვის ყველაფერი გადაწყვიტა. მეორე რაუნდში შეხედეთ მერაბი თითქმის ნოკაუტს აძლევს კორს. როგორ შეგიძლია ასე სწრაფად შეასრულო კორექცია ერთი რაუნდიდან მეორეზე? ნამდვილად კაცი. მეხუთე რაუნდშიც კორი სენდჰეიგენი შეძლებს წამოდგეს. ცენტრში დაგდების შემთხვევაშიც კი ყველაზე რთულ ადგილზე ის კვლავ წამოდგებოდა, მიდიოდა ბადესკენ და ცდილობდა მერაბის კავშირების გატყვას. მერაბი უბრალოდ სხვა დონეზეა. როდესაც ფიქრობ, რომ 100%-ზე ხარ, მერაბი უფრო მეც იძლევა. მეოთხე რაუნდის შედარებით სქემატური დასრულების მიუხედავად, მეხუთე რაუნდში კორი უბრალოდ ვერ გაასწრო. მერაბი ყველაფერში სიძლიერეს აჩვენებდა, დარტყმებში, ბრძოლის ტექნიკაში, გრაპლინგში, სრულად, მეხუთე რაუნდშიაც. არ არსებობს სხვა კაცი ამ დონისთვის. მისი კარდიოც ძალიან ძლიერი და გამძლეა. ის სუსტად იცის, როგორ უნდა შეინარჩუნოს დარტყმები, როგორ უნდა უპასუხოს მოწინააღმდეგის თამაშს და ეს ყველაფერი იმდენად ეფექტურია, რომ უკვე ომარსაც კი შეძლებია მისი მოთამაშეობით კითხვის დაჭერა. მერაბი უკვე ისტორიაში შევიდა, UFC-ს ისტორიაში, როგორც ერთადერთი კაცი სასამდე დაფარებით ბრძოლაში. ახლა, ვინ შეძლებს მერაბის ისე აწევას, როგორც კორი სენდჰეიგენი? კორი ყოველჯერზე წამოდგებოდა მერაბის დარტყმების შემდეგ. ეს უკვე პრაქტიკულად ნამდვილი ბრძოლაა. მერაბი კი საკუთარ სტრატეგიას მიყვება. ის იცის, რომ კორი ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეა. შეუძლია ბრუნის დარტყმა და ნოკაუტი, შეუძლია ხტომითი მუხლი და კვლავ ნოკაუტი. მერაბი ამას კარგად აცნობიერებს და ამიტომ არ უიწყებს, რომ ერთი შეცდომა შეიძლება გადაეყაროს. მერაბმა რაუნდებში იმითაც გაითქვა თავი, რომ იცის, როგორ უნდა დაიცვას საკუთარი ენერგია, როგორ უნდა გაუძლოს მოწინააღმდეგის კარდიოს. კორი სენდჰეიგენი ცდილობდა მაქსიმალურად განახორციელოს თავისი ტაქტიკა, მაგრამ მერაბმა ყველა დარტყმა წარმატებით გაანეიტრალა და საკუთარი პოზიცია დაიცვა. სწორედ ამიტომ გახდა მერაბი UFC-ში ერთადერთი მებრძოლი, რომელიც 100-მდე დაფარებით მიაღწია და ისტორიაში დარჩა. ეს ფაქტი, რომ მერაბი შეძლებს მეტოქის ასეთ ძლიერ წინააღმდეგობს წამოდგებას, უსაზღრო პროფესიონალიზმის ნიშანია. მისი დარტყმების სტრატეგია, კარდიო, ყველაფერი ერთად მუშაობს, რომ ბოლომდე დაიცვას საკუთარი სტატუსი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მერაბი ძალიან სიფრთხილით მოეკიდა მეხუთე რაუნდში. იცის, რომ ერთი პატარა შეცდომად ზედმეტად ძვირი დაუჯდეს. მერაბი უკვე ამბობს, რომ არ არის არაფრით განსაკუთრებული, უბრალოდ ძალიან შრომომთხოვნი მებრძოლია. კაცი, რომელსაც შეუძლია მწვავე დარტყმა და სწრაფი კორექცია, მაგრამ ის არც ექსტრავაგანტური რისკებს იღებს. მისი სტრატეგია სიფრთხილეზეა დაფუძნებული. იცის, როგორ აჩქაროს, როგორ დაიცვას ენერგია, როგორ აიტანოს მოწინააღმდეგის შეტევები. ამავე დროს, მერაბი უკვე დამკვიდრდა როგორც UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. კარდიო, სტრაიკინგის და გრაპლინგის კომბინაციით ის ყველას აძლევს გაკვეთილს. მაგალითად, კორი სენდჰეიგენის შემთხვევაში, მერაბმა შეძლო მოწინააღმდეგის ყველა დარტყმის კონტროლი, მისი სტრატეგიის შეზღუდვა და სრულად დაყრობა. ამ ყველაფრის ფონზე მერაბი არაპირებს შეჩერდეს. მან უკვე დაამტკიცა, რომ UFC-ში მისი ადგილი შეუცვლელია. მისი დარტყმები, ტექნიკა, სტრატეგია, ყველაფერი მყარად და ეფექტურად მუშაობს. სწორედ ამიტომ მებრძოლი უკვე ისტორიაში შევიდა, როგორც ერთადერთი ყველაზე ძლიერი და უსწრაფესი სტრაიკერი ამ კატეგორიაში. მერაბ დვალიშვილის დომინაცია ამ კატეგორიაში უბრალოდ საოცარია. ის არა მხოლოდ ფიზიკურად ძლიერია, არამედ ფსიქოლოგიურადაც შეუდარებელია. როდესაც მებრძოლი აღმოაჩენს, რომ მოწინააღმდეგე მას ვერ აუდის, მერაბი უბრალოდ ართულებს და აკონტროლებს ბრძოლას. კარდიო, დარტყმები, ტექნიკა, ყველაფერი ერთმანეთთან ისე ჰარმონიულად არის დაკავშირებული, რომ მეტოქეს შესაძლებლობა არ რჩება. მერაბის თამაში არის ჭკვიანური და გამართული. მაგალითად, კორი სენდჰეიგენის წინააღმდეგ მერაბმა პირველ რაუნდში დაუკმაყოფილებელი მდგომარეობა შენიშნა. ადაპტაცია მოახდინა და მეორე რაუნდში უკვე თითქმის ნოკაუტი მოახდინა. ასეთი სწრაფი კორექცია, ენერგიის მართვა და მოწინააღმდეგის შეცდომების სარგებლიანად გამოყენება, ეს სწორედ მერაბის ძლიერი მხარეა. მისი უნიკალურობა გამოიხატება არა მხოლოდ ბრძოლაში, არამედ ბრძოლამდე მომზადებაში. მერაბი თავსატეხს აყენებს ხელს. დილით, საღამოს, კარდიო, ძალის მომატება, სტრატეგიის დახვეწა, ყველაფერი ფოკუსირებულია გამარჯვებაზე. ის ამბობს, რომ მისი მიზანი არა მხოლოდ ბრძოლაში დომინირებაა, არამედ მაქსიმალურად პროფესიონალური მომზადება. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, მერაბის დონეზე მხოლოდ რამდენიმე შეიძლება იყოს, ვინც ცოტა ხნით შეძლებს შეჩერებას.
თუმცა, როდესაც მერაბი თამაშს იწყებს, მას უკვე იშვიათად და ვინ უწევს წინააღმდეგობას. ის მუდმივად აძლევს დარტყმას მოწინააღმდეგეს, აკონტროლებს სივრცეს, აკონტროლებს ენერგიას და არ აძლევს შანსს შეცდომისთვის. იმის გამო, რომ მერაბი იცნობს ყველა თავის შესაძლებლობას და მაქსიმალურად სიფრთხილით მოქმედებს, ის UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მებრძოლად იქცა. მისი სტრატეგია არამხოლოდ ფიზიკურად ძლიერია, არამედ ფსიქოლოგიურადაც ძალიან ეფექტური. მოწინააღმდეგე ვერ ახერხებს პროგრესს, რადგან მერაბი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა. არ აძლევს სირპრიზის საშუალებას, ყველაფერს აკონტროლებს და დროს სწორად იყენებს. ამიტომაც მერაბ დვალიშვილი დღეს UFC-ში უკონკურენტოა. ის არამხოლოდ იბრძვის, არამედ სწავლობს მოწინააღმდეგის თითოეულ მოძრაობას, ადაპტირდება და საბოლოოდ იღებს სრულ კონტროლს ბრძოლაზე. ეს არის ჭეშმარიტი პროფესიონალიზმი და სრულყოფილი მებრძოლის მაგალითი, რაც მას ისტორიაში უალტერნატივო ლიდერად აქცევს. მერაბ დვალიშვილი უკვე მრავალი წელია UFC-ს ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად ითვლება. მისი დარტყმები, გრაფლინგი, კარდიო, ყველაფერი ისეა გაერთიანებული, რომ მოწინააღმდეგე უბრალოდ ვერ პოულობს გამოსავალს. მისი მოწინააღმდეგები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერები არიან, მერაბის წინააღმდეგ ვერ აღწევენ წარმატებას, რადგან ის ყოველთვის ფლობს თამაშის კონტროლს. მაგალითად, კორი სენჰაგენის შემთხვევაში მერაბმა პირველ რაუნდში უშუალოდ ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის გაჩერება, თუმცა მეორე რაუნდში სწრაფი კორექციის წყალობით უკვე თითქმის ნოკაუტი მიაყენა. ასეთი სწრაფი კორექცია, ენერგიის მართვა და მოწინააღმდეგის შეცდომების სარგებლიანად გამოყენება, ეს სწორედ მერაბის ძლიერი მხარეა. მისი კარიერის განმავლობაში მერაბი დაუღალავად შრომობს. ის აკეთებს ძლიერ ფიზიკურ მომზადებას, კარდიოს, ტექნიკის დახვეწას და ენერგიის მართვას. მასთვის ბრძოლა არამხოლოდ დარტყმებისა და მოგების შესახებაა, არამედ სრული კონცენტრაციაა სტრატეგიაზე, მოწინააღმდეგის შეცდომების გამოყენებასა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე. მერაბის ყველაზე ძლიერი მხარე მისი გონებრივი სიმტკიცეა. მას შეუძლია სწრაფი კორექცია, ენერგიის გადანაწილება და მოწინააღმდეგის დაღლა. მასთან ბრძოლა არამხოლოდ ფიზიკურია, არამედ ჭკვიანური თამაშიცაა. მისი მოწინააღმდეგები ხშირად ვერ ასწრებენ მისი სტრატეგიის სისწორეს, რადგან მერაბი იცნობს ყველა თავის შესაძლებლობას და იცის როგორ უნდა გამოიყენოს ისინი ბოლომდე. მერაბი ასევე ძალიან დაკვირვებულია საკუთარი უსაფრთხოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია დაუფიქრებლად დარტყმა და ნოკაუტი, ის არასდროს იღებს ზედმეტ რისკს, რადგან იცის, რომ ერთი შეცდომაც საკმარისია დასაშვები ზიანის მისაყენებლად. ამის წყალობით მერაბი არამხოლოდ ძლიერი მებრძოლია, არამედ ჭკვიანი სტრატეგიც. ასეთი კომბინაცია, ფიზიკური ძალა, ტექნიკა, სტრატეგია და ფსიქოლოგიური სიმტკიცე, მერაბ დვალიშვილს UFC-ში შეუდარებელს ხდის. მისი მოწინააღმდეგები იძულებულები არიან მუდმივად იცოდნენ, რა მოხდება შემდეგ, რადგან მერაბი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა. აკონტროლებს ყველაფერს და ბოლომდე ახორციელებს თავის გეგმას. საუკეთესო ნაწილი კი ისაა, რომ მერაბი მუდმივად ცდილობს საკუთარ შესაძლებლობების გაფართოებას და მაქსიმალურად ეფექტურ თამაშს. ის ჯერ კიდევ 34 წლისაა, მაგრამ უკვე მრავალი წლის გამოცდილება აქვს UFC-ში. მისი უნარი შეცვალოს თამაში წუთებში, დაიცვას ენერგია და მოწინააღმდეგე აიძულოს შეცდომაზე, ეს მას სხვა მებრძოლებისგან განასხვავებს. მერაბი ახერხებს ბრძოლების დროს ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღებას. მას შეუძლია გააკონტროლოს მოწინააღმდეგის დარტყმები, გამოაკულიოს სუსტი წერტილები და გამოიყენოს თითოეული შანსი. მაგალითად, კორი სენჰაგენის შემთხვევაში მერაბმა შეძლო მოწინააღმდეგის ყველა დარტყმის და შეტევის მართვა. დაამტკიცა, რომ მხოლოდ მას შეუძლია ბრძოლაში სრული კონტროლის დამყარება. მერაბის მომზადება წინა დღეებშიაც დაუჯერებელია. წონის კლებასთან დაკავშირებული მეთოდები, სიღრმისეული კარდიოვარჯიში, ენერგიის მაქსიმალური მობილიზაცია, ყველაფერი მორგებულია გამარჯვებაზე. იგი ამბობს, რომ თუ არ იქნება ჭკვიანური და გათვლილი, მხოლოდ საკუთარ თავს შეუძლია დამარცხება, მაგრამ მერაბი ჭკვიანურად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, ამიტომ მისი დამარცხება დღევანდელ დღეებში თითქმის შეუძლებელია. მოკლედ, მერაბ დვალიშვილი UFC-ში არამხოლოდ უნიკალური მებრძოლია, არამედ ისტორიული ფიგურაც. ის აერთიანებს ფიზიკურ ძალას, ტექნიკას, სტრატეგიას და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს. მისი დარტყმები, კარდიო და ბრძოლითი ინტელექტი ყველაზე რთულ მოწინააღმდეგეებსაც კი აძლევს გაკვეთილს. ასე რომ ძმებო, თუ ვინმეს მაინც მიაჩნია, რომ მერაბი შეიძლება დამარცხდეს, დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ეტაპზე ეს ძალიან რთული იქნება. მერაბი, როგორც ნამდვილი პროფესიონალი, UFC-ს ისტორიაში თავის ადგილს უკვე მყარად დაიკავებს და ბევრ რეკორდს დაამყარებს. UFC-ს ფანები კი კვლავ დაინახავენ, როგორ დომინირებს მერაბ დვალიშვილი თავის კატეგორიაში, მიუხედავად ყველა გამოწვევისა. ჩაო და შემდეგი თავგადასავლისთვის მზად იყავით ძმებო.